მე თქვენს ნაცვლად ავიღეს ცოდვა და თითქმის 5 საათი თუ რამდენი წდება და ვუსმენდი. მინდა გითხრათ, რომ არაფერი ახალი იქ არისო. აი ეს კომისია კი შეიძლება სანახაობის ნაწილი იყოს, მაგრამ რო ვაკვირდები, აი ხვდები, რომ აი სპექტაკლიც კი უნიჭო სპექტაკლია რა. თავი პრობლემა არის, რომ რაღაც დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ამაში რაღაცას ხედავს და ამის გამო აი ხო ვიღაცა ზის და ლანძღავს გახარიას, რომ ის მოღალატეა. ვიღაც გახაროვდი ამბობს, რომ აი ნახეთ რა ქნაო, გახარია რა მაგარი არის და შემდეგ. ამ მომენტში რაღაც თქვენი პარსელი. მე მგონი ამ ამბავს კარგად უხდება რა. ცოტა ძველი ინფორმაცია, ძველი რა, ერთ კვირის წინდელია ხო რაღაც აპრილის დასაწყისში ხდება. ეს კუმსიშვილი არის რაღაც მიკროსაფინანსოს თუ რაღაც რომელიღაც ფინანსურ სექტორშია. და ყვება რომ ბოლო რამდენიმე კვირა ეროვნული ბანკი დოლარს აქტიურად ყიდულობს. რა არის ამაში ახალი ხო ვითომ? ხო და პრობლემა არის ის რომ ფორმალურად ეს არის საიდუმლო ინფორმაცია. ეს იმდენად საიდუმლო ინფორმაციაა რომ დეპუტატებს რომელსაც ზოგადად ცნობა აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე. დეპუტატებსაც კი არ ქონდათ ცნობა ამ ინფორმაციაზე. ამ ინფორმაციაზე ცნობა რომ ქონოდა, მე კანონ პროექტი შემოვიტანე პარლამენტში მახსოვს და თუ გახსოვთ და ვამბობდი რომ არ შეიძლება რომ ზედამხედველს, ანუ პარლამენტს არ ქონდეს ცნობა ინფორმაციას, რომელიც კრიტიკულად საჭიროა ზედამხედველობისთვის. რომ არაკონსტიტუციური. მიუხედავად იმისა, რომ არავის კონტრარგუმენტი არ ქონდა, ეს კანონი მაშინ არ მიიღეს, მაგრამ უკვე რა შესაძლოა კონფიდენციალური ინფორმაცია როგორ მიდის ვაჭრობა ბაზარზე. და მაშინ ვამბობდი რომ ეს კონფიდენციალური არის მხოლოდ ხალხისთვის კონფიდენციალური, თორე ის ვინც ამას აკეთებს, ყველაფერი იცის. და როგორ ხდება ეს? ეს ვაჭრობა მიდის, აი ხო გაგიგიდათ რომ ეროვნული ბანკი რაღაც ინტერვენციებს აკეთებს და ნიუსები წერება ბანკმა იყიდა 20 მილიონი, 30 მილიონი, გაყიდა 15. მაგრამ ეს არის ხალხისთვის, აი ხალხს ხრებმა რო ჭამოს რა, ანუ მათთვის კეთდება ეს. ცემლეში უდიდეს ნაწილი ვაჭრობის ხდება პლატფორმებში, არაფერი არის. ყოველდღურად ეროვნული ბანკი ყიდეს და ყიდულობს დოლარებს. ასობით მილიონებს ყიდულობს, მილიარდებს ყიდულობს. 23-ში მეგონი მილიარდ ნახევარი იყიდას. და ამ პლატფორმაზე არის სულ 15-16 მოთამაშე, ანუ ბანკები, მეგონი 1-2 მსხვილი კომპანია, საპენსიო ფონდი და თვითონ ეროვნული ბანკი. ხო და ბირჟა ისე აწყვებინა რომ ფორმალურად ქონდა ეს კონფიდენციალური ვაჭრობა, ანუ იქ არ წერია რომ ეროვნული ბანკი მოვიდა და იყიდა TBC-სგან 100 მილიონი, მაგრამ როგორც ეს პატარა ბაზარია და ერთ-ერთი ამ ბაზარზე ეროვნული ბანკია, ანუ უსასრულო რესურსის მქონე ვიღაც ტიპი. და დანარჩენი არის სტანდარტული ბიზნესები, მაშინ ძალიან მარტივია გამოიცნო ვინ არის. აი უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია ეს, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ერთგვარად იქცევა, საპენსიო ფონდი სხვანაირად იქცევა და კომერციული ბანკი სხვანაირად იქცევა, ვისოლი პროდუქტი სხვანაირად იქცევა, ანუ და შენ შეგვიძლია ამის მარტივად პროგნოზირება. ქუმსიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვაკვირდებით, აი წაიკეთ ციტატს გაკეთეთ. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად ყიდულობს უსხორ ვალუტას. ჩვენ ხომ ვხედავთ და ვაკვირდებით ვინ ყიდის და ვინ ყიდულობს და სები ძალიან ინტენსიურად ყიდულობს. მარტის ამ პერიოდში ბოლო რამდენიმე კვირაში ჩანს რომ იყიდეს საკმაოდ ბევრი. უბრალოდ რა მინდა აგიხსნათ ეს ამბავი. ეს სინამდვილეში ნებისმიერ ნორმალურ სიტუაციაში სკანდალი იქნებოდა ეს ნიუსი. რატომ? იმიტომ რომ ეროვნული ბანკი აკეთებს ინტერვენციებს. თქვენ გონიათ რომ რა ვიცი, ლარი სტაბილურია, რა და ლარი უნდა ყარდებოდეს, რომ დოლარები შემოდის, როგორც ჩანს ეკონომიკაში, სხვა გზით. და ლარი არ ყარდება, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ასე იქცევა, მაგრამ ამაზე ცნობა, ამ ინფორმაციაზე თქვენ არ გაქვთ, მაგრამ კომერციულ ბანკებს აქვთ, სხვილ კომპანიებს აქვთ. და როგორ მოიქცევი მაშინ თუ ეს ინფორმაცია გაქვს? ხო გასაგებია რომ შენ უდიდესი უპირატესობა გაქვს კურსის პროგნოზირების ნაწილში დანარჩენ მოსახლეობასთან. სიამდვილეში ასეთი ტიპის ინფორმაცია არის ფულის კეთების უმარტივესი გზა. იმიტომ რომ მთელი ქვეყანა 3 მილიონი ნახევარი ადამიანი ერთაზეა, ეროვნული ბანკი რაღაც საწინააღმდეგოს აკეთებს და შენ ეს იცი. მარტივია. ანუ შეიძლება ფაქტობრივად აი უნიკალური ინფორმაციის მეშვეობით მთელი დანარჩენი მოსახლეობა გაპარსო. თავრობაში არ ხარ, უბრალოდ აი პრივილეგირებული ჯგუფში ხარ ადამიანებს. და საბოლოო ეს არის იდეა რა, რომ აი თქვენ უყურებთ როგორ გახარია ფლირტაობს წულუკიანთან, იქ რაღაცა სკრინები, ხალხი რაღაცა აღშფოთებული ასე ის. ამოიჯი ვიღაცები უბრალოდ 100 მილიონს აკეთებს, ხვდებით? აი მთელი მუღამი ამ ისტორიის არის ის, რომ ხალხი არის ცხვარი და მოდი ამ ცხრებს პური და სანახაობა მივცეთ და ჩვენ გავპარსოთ. ხო და აი ამაში ხართ ყველა საბოლოო ჯამში რა. ამ თამაში ვართ. ჩვენც მეც რაღაც. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ ჩვენ როცა ამას ხედავთ და ვეუბნებით, რომ ხალხნო,
აი სკრინები რო დაიდო და იქ რო რაღაც ლუკიანს რაღაცა ეს თქვა და იქ რო გახარიამ ეს უპასუხა, ეს არაფერში არის რეალობასთან. აი ეს ამბავია, ეროვნული ბანკი რო მილიონებს და ასობით მილიონებს რაღაც დღეში ყიდულობს და კომერციული ბანკების საქმის კურსში არიან და მე ყოველ წელს რეკორდული მოგება აქვს და კოვიდის დროსაც კი მოგებაზე იყვნენ ბანკები და საერთოდ სოფლიო ლიდერები არიან ბანკები და თან სოფლიო ლიდერები ვართ მომგებიანობით საბანკო სექტორში და არც ერთი უცხოური ბანკი არ შემოდის რომ კონკურენციაში შევიდეს და თქვა მომგებიან ბაზარზე იფუნქციონირონ რამდენჯერმე უფრო მაღალი მომგებიანობა აქვს ჩვენ კომერციულ ბანკებს ვიდრე ევროპულ ბანკებს არც ერთი ევროპული ბანკი ჩვენთან არ შემოდის რა ფული არ უნდა და წამოიგინეთ რომ აი ეს ხდება და საბოლოო ჯამში ამ ხალხს რაღაც უნიკალური ინფორმაცია აქვს, მაგრამ მე რო პარლამენტის ტრიბუნიდან გამოდიოდი და ვამბობდი რომ ხალხო ეს ასე არ შეიძლება, აი ეს არის თაღლითობა, ფაქტობრივად ამის გამო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ციხეში უნდა იჯდეს უბრალოდ, იმიტომ რომ ხალხს ძარცვავთ უბრალოდ, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაცია გაქვს და ცოტა პატარა ჯგუფი ადამიანების, ვინც ამ ინფორმაციას ფლობს და დანარჩენი ადამიანები ვერ ხვდებიან. მაშინ ხო არც ჟურნალისტებს აინტერესებდა ეს, არც სამორჩეულოს აინტერესებდა ეს მაგრამ აი სტრუქტურა ასე აწყობილი რა ხალხის დიდი ნაწილი აი ამ სანახაობით ასე თქვა ტკბება და ამ მომენტში ხალხი ვინც მართლა საქმე არ დაგებული ამათ პარსავს სულ პრობლემა იმაში რომ თავს ხრად არავინ არ თვლის არავინ არ ამბობს რომ მე ვარ ცხარი გამპარსეთ მე ვარ დეგენერატი ანუ ყველა ადამიანი საკუთარ თავზე ხო რაც კარგი წარმოდგენის არის მაგრამ მოდი მარტივ ტესტს გეტყვით რა მთელი სისტემა პოლიტიკური აწყობილია იმისთვის, რომ ხალხი გაძარცვა. გადასახადები არის ძარცვა. პირველი ტესტი. გესმით, რომ გადასახადები არის ძარცვა. თუ არ გესმით, მოდით სადოთ გავიგოთ. ძარცვა ეს არის, როცა ადამიანს წაართმევენ ფულს. ყაჩაღობა იქნება თუ რა თქვა, პისტოლეტს დაადებენ. ასე ღიად როცა ართმევენ ფულს. რა კითხვა, გადასახადები ეს ნებაყოფლობითი გადასახადია, ანუ ნებაყოფლობით ვიხდით, რომ არ იყოს სიხლის სამართლის კოდექსში დასჯა და რაღაც ჯარიმები და ციხე, თქვენ გადაიხდით გადასახადებს, თუ ეს არანებაყოფლობითია და თქვენ იძულებით იხდით ამას. მე მგონი ყველაფერთან ხვდებით, რომ ეს იძულებითი გადასახადია, რომ არა სიხლის სამართლის კოდექსი, რომ არა და ჯარიმები და ციხის მუქარა რა ვიცი, ცოტა მოიძებნებოდა ჩვენ საზოგადოებაში, ვინც თავისი ნებით გადაიხდიდა 18%-იან DGG-ს, რა ვიცი, საშემოსავლოს, მოგების გადასახადს, ქონების გადასახადს და ასე შემდეგ. და თუ ეს იძულებით ხდება, თუ ადამიანს აიძულებ მუქარით, ну, ძარცვა, შეიძლება ყაჩაღობაც დაარქვათ. ხო და თუ გადასახადები ყაჩაღობაა, ვინ არის ყაჩაღი და ვინ არის სხვერპლი? სხვერპლი ხარ თქვენ, მოქალაქეები. ყაჩაღი არის ამ შემთხვევაში მთავრობა. და თუ ყაჩაღი ყაჩაღობს, რასაკეთებს ნორმალური, ადეკვატური მსხვერპლი. ის წინააღმდეგობას უწევს. აი მაგალითად ნებისმიერი პატიოსანი მოქალაქის მორალური ვალდებულება არ გადაიხადოს გადასახადები. თუ შეგიძლიათ არ გადაიხადოთ გადასახადები, არ უნდა გადაიხადოთ გადასახადები, იმიტომ რომ რავი, ყაჩაღი თუ დაგადგათ გზაზე და უნდა დაგაყაჩაღოთ, სულიად მორალურად გამართლებულია დაიცვათ თავი, არ გადაუხადოთ, დაუმალოთ, თქვათ, ოქროთ თუ თან გაქვთ და ასე შემდეგ. ამას ხვდებით თუ არ ხვდებით? აი თუ ხვდებით, თქვენ ისე ცხვრის როლში ხართ. მოგწონთ თქვენ ეს, არ მოგწონთ. დიდი ბოდიში მაგრამ თუ არ ხვდებითო თქვენ გძარცვავენ, გართმევენ ფულს და მე ასე სანახაობას გამოგიგდებენ. ნუ რავი, სხვარი ხართ. აბა ვინ ხართ? თქვენთვის ასეთი ადამიანებისთვის მოგონილია უამრავი ხრიკი. რომ არა გადასახადები, ბებიებს ვერ გადაუხდიდით პენსიას. რომ არა გადასახადები, ღარიბებს არ ექნებოდა ჯანდაცვის მომსახურება. რომ არა გადასახადები, გლობალური დათბობა გაანადგურებდა ჩვენ მოსავალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სინამდვილეში ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აი ცხოვრება ცოტა კარგად ხმამაღად ბეილაპარაკონ და 99% სინამდვილეში მიდის იქ, სადაც მთავრობას უნდა და ამისთვის არის ეს აწყობილი, რომ ზოგჯერ გაძარცვავ ხალხს მე ვიღაცას ხალხს გადაუგდებ, იქ რაღაც გლეხებს გადაუგდებ სუბსიდირებას, იქ ვიღაცას გადაუგდებ რამე იაფიან სესხს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხს ძარცვავ და ეს ფული მიდის იქ, სადაც მართველებს ჭირდებათ. და თქვენ ან გესმით ან არ გესმით, იმიტომ რომ გადასახადები რო არის ძარცვა, ну ყაჩაღობა. ეს არის განმარტების დონეზე ასე. ხვდებით, აი სიტყვებს თუ ოდნავ პატივსცემთ, ქართული იცით და შეგიძლიათ რაღაც აი ტერმინების განმარტება გაიაზროთ,
გადასახადი თავისი ბუნებით, რასაც წარმოადგენს, არის იდენტური ყაჩაღობის. ან ძარცვა კაცი რა გარემოში კეთდება. ყაჩაღობა ალბათ უფრო ზუსტიც იქნება. თუ ეს გესმით, მაშინ სათანადოდ მოიქცევით. თუ არ გესმით, ცხარი ხართ. ცხრის დეფინიცია შემოვიტანე, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში. მთელი არსი იმის არის, პოლიტიკის არის ხალხის ძარცვა. და ამიტომ, აი ჩვენ ვართ ფაქტორიად რომ რაღაც გაგებით შეიძლება სამართლიანიც არის რომ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ არ ვართ განსაკუთრებით წარმატებული, იმიტომ რომ ჩვენ ანტიპოლიტიკას ვახორციელებთ. ხან ყველა სხვა მოდის და გეუბნებთ უნდა გაგძარცვოთ და ჩვენ გეუბნებთ ხალხს მოდით არ გავიძარცვოთ თქვენთან ერთად. ავაწყოთ წესრიგი, რომელსაც არც თქვენ გაიძარცვებით, არც ჩვენ. და ამიტომ ჩვენ ანტიპოლიტიკას ვაკეთებთ ფაქტორიულად, მაგრამ ზოგადად პოლიტიკა აწყობილი იმაზე, რომ ხალხი იძარცვება. და ძარცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის პოლიტიკა. ანუ ბევრად უფრო ეფექტიანი ძარცვას პოლიტიკოსი, აი მთავრობა წელს წაართვეს მოსახლეობას 30 მილიარდ ლარზე მეც, მარტო გადასახადებით. ირიბად რეგულაციები რო ჩათვალო, ეროვნული ბანკის ემისია რო და ფულის ემისია რო ჩათვალო და შემდეგ კიდე რაღაც მილიარდები და შეიძლება 10 მილიარდი ზემოდან დაამატო. აი წელს ასე გაიძარცვებით. მაგრამ უდიდეს ნაწილი მოსახლეობის იტყვის რომ უი რა კარგია მთავრობა ჩემზე ზრუნავს, მე მჭირდება მზრუნველი მთავრობა და შემდეგ არჩევნებზე მიხვალ და ამ ძარცვას ხმას მისცემთ. აი ეს არის იდეა, ხვდებით? ამიტომ ყველაზე ეფექტიანი ძარცვის ინსტრუმენტია და თქვენ მეკითხებით შეიძლება წარმოვიგინოთ სიტუაცია, როცა საზოგადოებაში არავინ არასდროს არ გაძარცვავს მეორე ადამიანს. ასეთი საზოგადოებები არ მეგულება, იმიტომ რომ ერთმანეთის ძარცვა, მოკლა, რავი, ძალადობა ზოგადად ადამიანის საზოგადოებას ახასიათებს. ზოგ შემთხვევაში მეტად, ზოგ შემთხვევაში ნაკლებად, მაგრამ ეს ბუნებრივი ჩვენი, რა თქვა, ინსტინქტებია, წართვა, ჩარტყა და ასე შემდეგ. ცივილიზაცია იმაზე დგას, რომ ეს შეზღუდო შეძლებს დაგვარად, მაგრამ ამ ცივილიზაციამ ასევე გააჩინა ამ ძარცვის ყველაზე ეფექტიანი გზა. აი, ტარიფები მაგალითად ყველაზე პრიმიტიული არქაული გადასახადია. დღეგ ბევრად ეფექტიანი, იმიტომ რომ ხალხს გონია რომ ბიზნესი იყდის და ხალხს არ ეხება. ამიტომ უფრო საკაიფოდ ატყუებს ცხვრებს და ცხვრებით მუზრავენ გონიათ რომ ეს რაღაც ვიცრუდი ბიზნესმენები ხდიან ამ დღეგს და ცხვრებს არ ეხება. ინფლაცია საერთოდ გენიალური გადასახადია, იმიტომ რომ 99% მოსახლეობის, აი, ჩვენ შემთხვევაში ალბათ არის 97% უბრალოდ გარტყმაში არიან როგორი ბეგრებია. ვიღაცა უბრალოდ ინსტიტუტად გზნობს, მაგრამ აი უმრავლესობა ვერც კი ხვდება რომ რამე მიდის და ლანძღავს მეპურეს რომ პური გაძვირდა არა და ეროვნული ბანკი უნდა გაძარცვას. ასეთი ისტორია, ამიტომ შეუძლებელია რომ დაუშვა რომ ამ ვითარებაში ასეთ ადამიანის ბუნება როგორც გვაქვს კულტურა და ასე შემდეგ, ოდესმე ანუ ჩვენი რა ვიცი მომავალი თაობა ეღირსება რომ გადასახადები არ იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ არ უნდა ებრძოლო ამას, თუ გესმის რომ ეს ბოროტება შენი ქმედება უნდა იყოს, მაგრამ შეამცირო. შენ არ შეგიძლია იმის იმედად იცხოვრო, რომ საზოგადოებაში არ იქნება მკვლელი, მაგრამ შენ უნდა იცხოვრო ისე, რომ შეძლებს და გვარად მკვლელობა იყოს ნაკლები და თუ მკვლელობა მოხდა, რაღაც ადეკვატური სამართლიანი რეაქცია გქონდეს. იგივეა პოლიტიკაზეც. თქვენ ვერ ვეღირსებით, რომ მთავრობა არ გაგძარცვავთ. ასე აწყობილი საზოგადოება. რანაირ სრულიც არ უნდა გქონდეთ. მაგრამ ნებისმიერი პატიოსანი და ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანის მორალური ვალდებულება მთავრობას წინააღმდეგობა გაუწიოს. მორალური ვალდებულება გადასახადი არ გადაიხადოთ და ამ ვალდებულებას თუ აღასრულებთ, მაშინ ბუნებრივად მთავრობა იქნება პატარა, ესე იგი ძარცვაც იქნება ნაკლები. და რამდენადაც შეძლებთ, შეამცირებთ, რამდენადაც თანმიმდევრული იქნებით, თუ კარგად შეამცირებთ და ასე ვთქვათ, შეიძლება თქვენ შვილებსაც დაუტოვოთ ნაკლებად ძარცველი საზოგადოება. ხო და ისტორია გვაჩვენებს, რომ ყველა ის საზოგადოება, ვინც შეძლო სხვებთან შედარებით შეამციროს ძარცვის მასშტაბი, ის საზოგადოება ძალიან სწრაფად მდიდრდებოდა. ანუ თქვენ შეგიძლიათ ძალიან სწრაფად გამდიდრდეთ. რაც უფრო მეც გავაგებინეთ, რომ სიამოვნებაში არანაირი ცხვრები არ ხართ და სიამოვნებაში შეგიძლიათ მოიქცეთ როგორც თავისუფალი ადამიანები და იქეთ აკონტროლოთ მთავრობა და ამის შანსი გაქვთ, ამის შესაძლებლობა გაქვთ და გზაც არსებობს, მით უფრო სწრაფად თქვენს და ჩვენს ერთად მივახდეთ წარმატებას.